მეგობრებო, მოკლედ ეხლა ვიმყოფები მე საბურთალოზე, პეკინზე ვარ და აქაც ზუსტად იგივე მდგომარეობა, რაც ვაკეში. აქაც მთლიანად რუსებით არის სავსე, აკაურობა, რუსეთის მოკალაკეები. ამა ცოტა ხნის წინ რაღაცა მინდოდა, რაღაცის გარკვევა მსურდა და აქტიურად ვერ გავარდე, ნახევარი საათი ვეძებდი და ქართული შემოგვეძლოდა და კითხვა დამესვა მისთვის. მე პრინციპულად არ ვლაპარაკობ რუსულ ენაზე, ხო და ისინი კიდევ არც ინგლისურად ვლაპარაკობენ, არც ქართული მით უმეტეს არ იციან. საერთოდ ერთ სიტყვასაც არ ლაპარაკობ, არანაირი ინტერესი არ აქვთ ქართული ენის მიმართ, ქართული კულტურის მიმართ, ჩვენი ტრადიციების მიმართ, არც ერთ რუსეთს, არც ერთ მოქალაქეს. ხო და სავსეა, მთლიანი საბურთალო არის სავსე რუსეთის დაინახავ ხოვამობ ისევ ერთ ქართველს. შეხვალ სადმე კაფეში რუსეთის მოქალაქეების ხედან, რუსი გოგოები და ბიჭების ხედან, რაღაც დეითები აქვს, შეიძლება შეხვიდე და 50 რუსი გოგო და 40. მე იცი რა მაინტერესებს? აქ არიან ჩამოსულები, აი საოცრება იცით, სასაცილო იცით რა არის? აი 37 მაინდად გადავფრინდებოდი ხოლმეო, რო ლაპარაკობენ ხოლმე ეს ძველი თაობის წარმომადგენლები რა და იქ მოსკოვში რო ვითომ ვიღაც გოგოები რო ამათ ხვდებოდნენ და რაღაცა. აქ საქართველოში არიან ჩამოსულები, ხო? დევნილები არიან, გამოქცეულები არიან და ჩამოსულები არიან და აქ არ კადრულობენ და ხმასაც არ კცემენ ელემენტარულად და არანაირ კონტაქტში არ შემოდიან და როგორ უნდა დავიჯერო, რომ რაღაც მე-20 საუკუნეში ესე ქართველები ესეთი პოპულარულები იყვნენ რუსეთში, რომ ჩაფრინდებოდნენ და იქ ყველაფერი რაღაც ის იყო რა. ეს რაღაც ის იყო რა. ეს ხო შეუძლებელია. ეს ყველაფერი მითია, რა თქმა უნდა. ეს ხალხი, ეს მთელი რუსეთი, ხო? ფაშისტები არიან. ნამდვილად ესე არიან, ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. თქვენ ამ ხალხს კარგად არ იცნობთ. მათთვის არსებობს მხოლოდ რუსი, ეროვნებით რუსი. დანარჩენი არის მიასახარისხოვანი ადამიანი. ნებისმიერი სხვა. ესე აზროვნებენ ისინი. თქვენ ამდენი არ იცით. აი რო გაგასახლებენ ხო მთლიანად აქ. ჯერ ხო უკვე ესეა, რომ თვითონ დასახლდნენ და საბურთალოც ამათია უკვე და ვაკეც ამათია და საბურთალო აღარ არის უკვე ქართული უბანი და ვაკე აღარ არის ქართული უბანი და ესეა აქაც ხო და ბათუმის მთლიანად აითვისეს. მერე ხო საერთოდ თბილისიდან გაგასახლებენ და